მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ, ამ უღმერთო და ურწმუნო და ურჯულო ქვეყანაში ყოველდღე ახალ-ახალი უბედურება ხდება და ახალ-ახალი უბედურების ზეიმი არის, მაინც რას დაემგვანა ეგ ჩვენი საცოდავი ქვეყანა. ზეგი ყველა ჩასაფრებულია დღითი დღე რა უბედურება მოხდება, რომ ამ უბედურებით დატკბეს და თვითონ წარმოიდგინოს, რომ ბედნიერია, რადგან ეს უბედურება მას არ სჭირს და მინდა ორი სიტყვა ვთქვა ამბავთან დაკავშირებით, ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, გაუბედური ადამიანის ეკა კუპატაძის ამბავთან დაკავშირებით და უბრალოდ მანამდე პატარა შესავალი მინდა გავუკეთო იმას, რომ საერთოდ ამ დამპალ საზოგადოებაში და მაყროლებულ საზოგადოებაში, როგორც საქართველოში დუხს უღმერთობა და ურჯულოება რო არის ზემოთ აყვავებული და ზემოთის კი არ დგას, რაც უნდა იდგეს, ადამიანური ღირებულებები, სარწმუნოება, ქრისტიანობა, სჯულის კანონი, სამართალი და ესე შემდეგ, დგას კერპომანია და დგას პიროვნებები და ამ დაავადებულ და ავადმყოფ ადამიანებს რო ეტყვი, რომ ეს წესით, ეს კანონით, უფლის კანონით, ადამიანის კანონით ეს სწორია, არა სწორი და აუხსნი და დაუმტკიცებ, მაინც ამ ხალხს არ უნდა ყურში გაიგოს ყველაფერი და როგორც ზომბირებული ვირთხები, ისე იქცევიან და აგრძელებენ. აი დღეს დილით მე დავდევი კიდევ ერთი პოსტი, რომელიც ასევე ალბათ ძალიან გამოადგება ესა ხატია ჯანაშიასნაირ იმას რა ქვია დიდ მოწამეებს და მორწმუნეებს. ეს არის ტელეგრამა, რომელიც ტელეგრამაც იქნა გაგზავნილი ცხონებული ზვიად გამსახურდიას მიერ 1983 წელია ილია მეორისადმი და არის ამ ტელეგრამაში არის განმარტებული ყველაფერი მისი დაპირისპირების საკითხები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ეხება LGBT სასულიერო პირებს. დევს ის ჩემს გვერდზე არის იმ პერიოდში რა შრიფტიც მოქმედებდა საბჭოთა კავშირში, ეს იყო კირილიცა და კირილიცას შრიფტზე არის დაბეჭდილი პირდაპირ, რაც შემდეგ გახდა საფუძველი, რის საფუძველზეც ითხოვდა ილია მეორე ზვიად გამსახურდიას დაპატიმრებას და აქ ნათლად წერია ჩამოთვლილია პიროვნებები, სახელები, გვარები, რომ ეს ადამიანები იყვნენ სოდომიტური ცოდვით შეპყრობილი ცოდვილი, ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, რომლებიც მსახურობდნენ ისეთ წმინდა ადგილებზე, როგორიც არის სვეტი ცხოველი და სიონის ტაძარი და ესე შემდეგ. და ეგ არის ბეჭედი დასმული, არის ხელმოწერა გაკეთებული, რომ ასლი მართალია, ყველაფერია და იქნა გადაგზავნილი ეს ყველაფერი მაშინ უშიშროებაში და პროკურატურაში. ვისაც გინდათ შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი ამ პატრიარქმა დიდებლებმა და თუ გაინტერესებთ, სხვათა შორის მეტი შემიძლია გამოგიგზავნოთ LGBT საზოგადოება. დღეს რამდენი არის კიდე ანაფორაში ამოფარებული და რამდენი არის საპატრიარქოში და საპატრიარქოს გარეთ. არის ეს მას დღეს უკვე საქართველოს ეგრეთ წოდებული უშიშროება ახორციელებს და რამდენი სოდომიტი არის ეკლესიის წიაღში შეპარული კი არა, უკვე ღიათ იცის ყველა ვინვინა ჟოზეფინას თამადობით და ეგ ურია შორენას მოადგილეობით. ხო? ეგ თუ გინდათ მაგასაც მოგაწოდეთ. არანაირი პრობლემა არაა და ილია მეორის ლოცვა კურთხევითაა და მაშინაც მისი ლოცვა კურთხევით. ამიტომ მე ახარაფერი არ მეშლება და რას ვლაპარაკობ, იმას ვლაპარაკობ, ესა სიმართლე და თქვენ ჯულის კანონი თუ არ გაინტერესებთ და სიმართლე არ გაინტერესებთ, ეგ თქვენი პრობლემა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მართლები ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ არასწორი ავადმყოფი ადამიანები და კერპთაყვანისმცემლობა, იმიტომ არის ცუდი და იმიტომ არის 10 ცნებაში ერთ-ერთ ცნებად დასმული, რომ არ უნდა იყო ადამიანი არავის ისტი და არავის კერპომანი. რომ გონება არ დაგიბნელდეს და ერთი უნდა გწამდეს ღმერთი და მისი სიტყვები. და ეხლა არჩენი რაც გინდათ ის გიქნათ, ეს კისერი გიტეხიათ მაგაზე მე არ ვიდარ. ხო და ეხლა ასეთი სულიერი მამების, ასეთი მის მიერ ნათლული შევარდნაძის და ამათი რა ქვია გაზრდილი საზოგადოება უკეთესი ვერ იშვება. მე მით უმეტეს სააკაშვილის და ახლა აგერა ჭორვილელი მაიმუნის და ის ხდება ამ ქვეყანაში რაც უნდა ხდებოდეს.
ეს ასია. ამიტომ ტრაგედიები ქვეყანას მომავალშიც ელოდება, ახლაც გააჩნია და მომავალშიც ექნება. და რაც შეეხება ამ უბედურებას, ამ ტრაგედიას, რომელიც ტრაგედიაც ტრიალებს. ხო? ამ ყველაფერს შემოკარგებო საზოგადოებიდან არ აქვს ის რეაქცია, რაც უნდა კონდეს. არ აქვს საზოგადოებიდან ის რეაქცია, რაც უნდა კონდეს და მე ვიტყვი რატომ. არა იმიტომ, რომ ქალბატონ ეკას ვინმე გვერდით არ უდგას და ეს ამაზე არ არის საუბარი. აი ამ ქალმა, აი ამ გამწარებულმა ადამიანმა, რომელსაც აცი აღარაფერი აღარ შეაშინებს ამ ცხოვრებაში და აღარაფერს აღარ ეშინია და მართლა რა ვიცი აბა მისი განათლება, მისი ინტელექტი, მისი ცივი გონებით დამოკიდებულება ამ ყველაფერზე ადამიანს რო შვილი გარდაეცვლება მის ცხოვრება იქვე კარგავს ფას მაგრამ როგორი სიტყვა პასუხი აქვს, როგორი აზროვნება აქვს, როგორი დამოკიდებულება აქვს და ესენი რო წევიან და კივიან ერთი ამბავი რო ატყდა ვაიმე ვიღაცა ნია დაიჭირეს იქ ნანუკა ჟორჟოლიანმა რაღაცა დაწერა ეკა კუპატაძეს და ეს თურმე ასე არ უნდა იყოს და ამას ატრიალებს ახლა მთელი ქოცობა, მთელი ნაცობა და მთელი ეს და ეს როგორ თქვა, იმან როგორ თქვა, ამან როგორ თქვა. ეხლა კარგად მომისმინეთ ერთ წუთი განსაკუთრებით ქოცებს მოგმართავ. თქვენი აფირისტი დედას შევეცი, აი ყველა ქოც თქვენი აფირისტი დედა მომტყან მე. ამ თავრობის პერიოდში თქვენი ხელისუფლების პერიოდში იმდენი სიბინძურე მოხდა, აფლით თქვენ ნაცებზე მეტი მორალური უპირატესობა არ აქვს. და ამ ადამიანს მთელი ამ ხნის მანძილზე ქუჩაში დგომით დაწყებული 1000 სირბილით გაგრძელებული, რაც მოუწია და რაც თვითონ ჩაატარა ეს გამოძიებები და თვითონ გახსნა ის უბედურება, რა უბედურებას ტრიალებდა ქვეყანაში, ეს თქვენი ხელისუფლების წყალობა არის და ეს თქვენი ხელისუფლების დანაშაულია. თქვენი ხელისუფლების მაღალი ჩინოვნიკის შვილები. მაღალი ჩინოვნიკის შვილები, ამ ყველაფერში ჩარეულები. დიახ, შემოკარგებო, აი ერთი ეს ხალი ამბობს, ხაზგასმით ამბობს, რომ კი, მართალია ჩემი შვილი შეეწირა, მაგრამ ჩემი შვილის სიკვდილი ბევრს გადაარჩენს. დიახ, რატო არავინ არ ლაპარაკობს და რატო არ მიაქცია საზოგადოებამ ის ყურადღება, რაც უნდა მიექცია? არც ისე დიდი ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ დოკუმენტურ გამოძიებას. ჟურნალისტური გამოძიება მე გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვინ ნორმალურს არავის არ აძლევენ არაფრის უფლებას და როგორ მისცეს ამ ადამიანს უფლება, გავიდა ეს ფილმი და ზუსტად რომ ავალიანის საქმემ ამოატივტივა ქვეყანაში ამდენი ბანდა, ფაშისტური ბანდა, ამდენი LGBT მოძალადე, რომლითაც გავსება ეს არ იყო ერთი და ორი ადამიანი, ეს არ იყო ვიღაცა იმ ნიას ცრემლების გადაფარვა და ვიღაც ის ბავშვი მარტო კი არაა დასაჭერი. დედამისი, მამამისი, სულ ყველა მისაყოლებელია ერთი მეორესი. მისაყოლებელია. ჯერ კარგად გასაგებია ის რომ უწყობდნენ თუ არ უწყობდნენ დანაშაულის დაფარვაში ხელს. და საერთოდ საქართველოში არავინ პასუხს არაფერზე არ აგებს. არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. არც შვილი აგებს მშობელზე, ადრე კომუნისტების დროს ასე იყო, რომ ბავშვი რაღაცას რო დააშავებდა და არ იყო იგი სრულწლოვანი, მშობელს ხოვდნენ პასუხს. და ვიღაცას პასუხი უნდა ეგო. პასუხისგებლობა უნდა ეგრძნო. და იქ დაპატიმრებული არის 50 თუ 60 ახალგაზრდა მოზარდი ფაშისტი. ფაშისტი, ყლელები, წამებლები, სისხლის მსმელები. როგორ ახერხებდა ეს 50 კაციანი ბანდა, 60 კაციანი ბანდა მთელი თბილისის მასშტაბით გადაადგილებას, არაერთ ძალადობას, იქ რაცაა გახსნილი, რაც არაა გახსნილი კიდე ის ცალკე საკითხავი. ეს არის სრული ანთოლოგია ამ ჯგუფის და ეს ხალხი იყვნენ ამ ჯგუფის წევრები. როგორ ხდებოდა ქვეყანაში ეს დანაშაულობა 60 ადამიანი ხალხო როგორ გითხრათ ახლა ლამის ასეულია როგორ ჩადიოდნენ ეს ადამიანები ამ წლების მანძილზე ამ დანაშაულებს კაციშვილი პასუხს არ თხოვდა რო არ აღმოჩენილიყო ეკა კუპატაძე
ასეთი ძლიერი ადამიანი. რო არ აღმოჩენილიყო ეს ადამიანი ასეთი ძლიერი, რომელმაც 1000 უსამართლობას დაუპირისპირდა. დაწყებული სამართალდამცავი სისტემებით, ხოცების ჩინოვნიკებით, გაგრძელებული იმით, რა ქვია, ექიმებით და სხვა აყროლებული ადამიანებით, რომლებმაც ამ ბიჭის მკვლელობაში კოლექტიური როლი შეასრულეს. მათ შორის ამ ნაძირალად ჩინოვნიკები. თქვენ გონიათ ამ ქალბატონს რო არ ებრძოლა, ხოცების უშიშროება ამას გამოიჩენდა? იმის, რა ქვია, გომელაურის და ამათი სტრუქტურები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, მათი ჩინოვნიკები, სადაც პირდაპირ ხალხო იმ გამოძიებაში წერია სასამართლოც, გამოძიებაც, პროკურატურაც სპეციალურად შეგნებულად აფარებდა ხელს ამ ბანდის წევრებს, რომლებსაც არაერთხელ ჰქონდათ სამართალში მიცემული საქმე. ეს იყო ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს იყო ქართული ოცნების უშიშროება, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ეს ბანდა და რომელსაც ყავდა ამ ჩინოვნიკების არავინ ამაზე ხმა არ ამოიღო. ეხლა მიდის ამ ყველაფერზე ისა, რა ქვია, გაჩუმება და ხო და ნიას ცხრემლების გადაფარვა და ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს თქვა და იმას არავინ არ ამბობს, თავარს არავინ არ ამბობს. თავარი რაც იყო. ნუ რას ატყობდით? მე შოთა რითი დავიწყე ჩემო ძმაო, არავის არც ერთ მშობელს სინანულის გრძნობა არ აქვს. კი ბატონო, ზოგადად ყველა დამნაშავის მშობელი, ძირითადად 99% შემთხვევაში ამბობს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულია. მაგრამ ეს მშობლები, აბსოლუტური უმრავლესობა, არათუ სინანულში იყვნენ. მათ ასეთი შვილები დაზარდეს და მათი შვილების დანაშაულებებს ხელს აფარებდნენ. აფარებდნენ წლების მანძილზე, ამაზე ხდებოდა ხელის დაფარება. და როგორი ცინიზმი ჰქონდათ, ჰქონდათ. ატეხილი. ეს ჩვეულებრივი, უღმერთო, ურწმუნო, ურჯულო, უჯიშო, ყველაფერი რაც არის, ეს იყო თავმოყრილი. ერთ-ერთი ის მშობელი, რომელიც რავით იმას შედარებით ეტყობოდა, რომ ჩემი შვილიაო და მაინც ამოვიღებო ხმასო, რაც გამოვიდა იმ ფილმის ჩანაწერები, თუ მისი შვილიც რა ბანდაში იყო გარეული და ღიად გახდა ცნობილი, მერე ისიც არ გამოჩენილა. არ გამოჩენილა ისიც. ხო. იმიტომ რომ ამათ იმდენი ყავთ გამწარებული ამ ფაშისტების ბანდას, რომელიც იქ ტრიალებდა და მათთვის უკანასკნელი ღობე აღმოჩნდა აი ეს საცუდავი ბიჭი. და ამ ბიჭის მსხვერპლ შეწირვა გახდა იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ მას აღმოაჩნდა ისეთი დედა, როგორიც არის ქალბატონი ეკა. ხო, როგორიც არის, რა თქმა უნდა, მძიმე კადრები და რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაც ყველაფერიც იქ არის ნაჩვენები. ამაზე საზოგადოებამ ერთ ყურში შეუშვა ეს ყველაფერი, მეორე ყურში გამოუშვა და ყველაფერი დავიდა იმამდე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა ესეთი რაღაცა დაწერა. ის მალანია, ის უშიშროება, ის პროკურატურა, ის სასამართლო, რომელიც ამ ბანდებს ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდა, ის არა ძმაო, ის ხოცები ბიძინა რა შუაშია. ხოცები რა შუაში არიან, კაცო, ვინ რა შუაშია? მოხდა ერთ-ერთი საქმეც იმაში, ეს არ ყოფილა ერთ-ერთი რიგითი კრიმინალური შემთხვევა, თორე გასაგებია კრიმინალური შემთხვევა ყველგან ხდება. ეს იყო ქვეყანაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელშიც როგორც ის ნაძირალა ბავშვები. ის სიმართლე გითხრათ, აღარც ბავშვები, იმიტომ 18 წელს ისინი შესასწავლია ამათი ფენომენი, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ 8 წლის მერე და 10 წლის მერე მაგათში რამე შეიცვალოს. როდესაც 18-19 წლის მოზარდი 17 ასეთი ბოროტია, რასაც ეს ბანდები აკეთებდნენ, ის ცხოვრებაში აღარ შეიცვლება. არ შეიცვლება ის, როგორც ჩიკატილო არ შეიცვლებოდა, ის არ შეიცვლება ის. ეს ცალკე საკითხია, ეს ცალკე კვლევის თემაა. ხოდა ამათ ყველაფერი უნდა ნანუკა შვანუკაში და ამათ ტაშფანდურობაში გადაატარო. არ არის ეს, მე ვეუბნები ამ ადამიანებს. გასაგებია, ქალბატონი ეკას მიმართ
ნამდვილად ყველა სოლიდარული უნდა იყოს და აფერუმ ამ ქალბატონს. აფერუმ ამ ქალბატონს, რომელმა ადამიანმაც ჯერ როგორი ცივი გონებით, როგორი ზედმეტი გადაჭარბების გარეშე, როგორ ნაბიჯ, როგორ მიყვა ამ ყველაფერს და შურიზიება კი არ მინდა, მე სამართალს ვეძებო და მართლა სამართალს ეძებს გამწარებული დედა და არა მარტო მისი შვილისთვის ეძებს სამართალს, აი იმ სხვებისთვისაც. აი იმ სხვებისთვისაც. არ ვიცი, მე არ ვიცნობდი ბაბუ ამის და ისე გამიგია კი. ხო და მე ერთი რაღაცა მაინტერესებს, ეს ყველაფერი ასე რო გადაგაქვთ ამ ნანუკამის დაწერა ამანეს და რა ხდება ერთი სად იყო მთელი ამ 2 თუ 3 წლის მანძილზე ეს ბანდა მუშაობდა. როგორც ქალების, ისე კაცების, ფაშისტების შეკრებილი, რაც გულის ამრევი LGBT სხვათა შორის. LGBT გუნდი იყო. აგრესიული LGBT ჯგუფი იყო. ის კადრები, რა კადრებიც იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული გამოძიების დროს, ეს იყო ახალგაზრდა LGBT ფაშისტები. ხო, ახლა LGBT სამყარო ეზიზღება, იმიტომ რომ თვითონ კომპლექსიანი. და ამაზე რეაქცია 0. 0 საზოგადოებიდან. სად იყო, როგორ ახერხებდა თითქმის ასეული, ჯერ ყველა არაა დაჭერილი, კიდე რამდენი არიან ღმერთმა იცის. როგორ ახერხებდა თითქმის ასეული ამ წლების მანძილზე. მთელი თბილისის მასშტაბით. გადაადგილებას, დანაშაულებრის ჩადენას, ამ შეკრებებს, ტაშფანდურებს, აქეთ სლავა უკრაინე ეწერათ, იქეთ გარბოდნენ აქციებზეც, მიტინგებზეც ყველგან. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, თან რომელსაც ყველაფერს იწერდნენ მსხვერპლის წამებებს, გაუპატიურებებს, ტანჯვებს. სად იყო ამ დროს უშიშროება? სად იყო ამ დროს პოლიცია? სად იყო? ეს ავალიანის საქმე არის ერთ-ერთი რიგითი საქმე. ნამდვილად ერთ-ერთი რიგითი საქმე. არაფერი ეს არ არის, რა ქვია, ერთი შემთხვეული საქმე. აი ესეთი იყო ათობით. და ეს ამ ქალმა, ამ ადამიანმა შეძლო. თუ რა ამას ხელსაფარებდა პროკურატურაც, ხელსაფარებდა პოლიციაც, ხელსაფარებდა უშიშროებაც, გამოძიებაც, სასამართლოც. ყვება იქ ადამიანი. ლამის კლავდნენ ადამიანს, დაჭრეს. და სასამართლომ მიუსაჯა ის, რომ საღამოს საათებშიო გარეთ არ გავიდეს სახლიდან. ვინ იყო ეს მოსამართლე? ვინ უწყობდა ამ ყველაფერს ხელს? როგორ შეძლებთ თქვენ რაიმე დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას და როგორ მოახერხებთ თქვენ ამ დანაშაულებრივი დაჯგუფებით მოქმედებას დაახლოებით 3 წლის მანძილზე ქვეყანაში, აი, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთში რამე თუ უთქვია, ის იცის ეგრევე უშიშროება. როგორ მოახერხებთ თქვენ? თუ ამას ზემოდან არ ახდენს კრიშვას ამ ყველაფერს. ოთხმოცდაათიანის თაობა ვარ მე. 90-იანებში გავიზარდეთ. ქუთაისში ყველაზე მეტად თბილისში სხვა სიტუაცია იყო, კი გასაგებია, მაგრამ ჩხუბში დანის გამოყენება ითვლებოდა ყველაზე არასწორ რამით. ჩხუბში ვინც დანას გამოიყენებდა, ცხვირპირს დაამტვრევდნენ იმას, გინდა ქურდი ყოფილიყო, გინდა განაბი ყოფილიყო, გინდა ისე გარჩევა ყოფილიყო. თუ ადამიანს არ კლავდნენ და მოსაკლავად არავის არ იმეტებდნენ, 1001 თუ მოხდება. ამაზე მეტი სამარცხვინო არაფერი არ ითვლებოდა, რომ დანა გამოიყენებდა. 90-იანების თაობასთან ამათ რა შეხება აქვს? რა შეხება აქვს ამათ იმ ბნელ 90-იან წლებში გაზრდილმა თაობამ ზრდილობაც იცოდა, ღმერთიც წამდა, სამშობლოც უყვარდა. ამათმა რა იცი, ღმერთი წამდა ამათ? ღირებულებები ჰქონდა. ამათ რა ღირებულებები ჰქონდათ? LGBT ჯგუფი, ფაშისტი LGBT-ების ჯგუფი.
ხო ვიცი ზმა ეხა თბილისში იმიტომ ვთქვი რომ თბილისში ესეთი სიტუაცია იყო საძმოებად იყო დაყოფილი ესა ქალაქი და სისხლიანი კამპანია წარმოეს თორე ახლა თბილისში უბნებში კი ბატონო რაზეა ლაპარაკი მაგრამ იმ პერიოდში რაც იყო იმ საძმოებმა რაც კაცჭამიობა ჩაატარეს და ვინ შეუწყო ამას ხელი კიდე ცალკე საკითხია მე ამ გაგებით ვამბობ იმას რომ ძირითადად ქვეყანაში ყველგან ასე იყო კი ბატონო და ეხლა ამის მაგივრად აი ესეთი თაობა აღზარდა სკოლამ ესეთი თაობა აღზარდა ლიბერალურმა იდეოლოგიამ ასეთი თაობა აღზარდა არაკომუნისტურმა ეკლესიამ რო კითხო ამათ ყველას ალბათ თავის დროზე მოძღვრები ეყოლებოდა და ეს არის რეალური და ამ ყველაფრის მხარდაჭერის კი ბატონო იყო მაშინაც ხო რამდენი დამნაშავეები იყვნენ რამდენი თავზე ხელაღებული იყო ის იყო ყველას ყავდა საქართველოს პატრონი ყველას ყავდა მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ რომ 60 კაციანი ჯგუფი თუ უფრო მეტი 100 კაციანი დაახლოებით ჯგუფი 3-4 წლის მანძილზე ქალაქში ემოქმედა ეკლა ეუპატიურებია ესე იგი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიეყენებიათ აქციებში მიიღო მონაწილეობა 1000 სიბინძურე ჩაეტრიალებიათ და კაცშიც არაფერი არ ცოდნოდა მე გაუბნებით თქვენ ეს ქალბატონი ეკა ამას რო არ შეჯახებოდა ესე და რო არ ყოფილიყო სამწუხაროდ ამ ყველაფერს მისი შვილის მსხვერპლად შეწირვა დასჭირდა სამწუხაროდ და საუბედუროდ დამიჯერეთ ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებდნენ ამ ყველაფერს ჩვეულებრივად უბრალოდ შეხვდათ ისეთი ადამიანი რომელმაც გადადო ყველაფერი იმისთვის რომ სამართალს მიაღწიოს და ეს ყველაფერი გახადოს სამზეო და არავის ეს თავისი შვილის ამბავი არ გამოაყენებიოს როგორც ამათ და პოლიტიკურ ქულებად თუ იმ რაც მიღებული ახლა ჩვენ ხო ის ქვეყანა ვართ აი რუსთაველზე შვიდარი დედების გამოფენა რომ მოაწყვეს ხორავას საქმის მერე და ერთი მეორის მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ ისა ინტერესებდათ იმას შვილი ვინ მოუკლა ამას შვილი ვინ მოუკლა და ტაშფანდური ჰქონდათ გამართული კას და რა ვიცი მუსინდისოებს რა ხდებოდა დაგვავიწყდა ეს ქვეყანა ეს ამ მორალის ქვეყანა ამ დონის ქრისტიანობის ქვეყანა ამ დონის ადათის წესის და ტრადიციის საქართველო აღარ არსებობს ხალხო აღარ არსებობს რასაც ქვია საქართველო იმ გაგებაში როგორც ჩვენ გვიყვარს ქართველი ადამიანი მისი ბუნებით მისი ზნეობით მისი მორალით მისი შეგნებით ეს აღარ არსებობს მაგ ქვეყანაში არსებობს ნაცი და ქოცი და აღარ საქართველო ქვია მაგას ქვია ჯორჯია სიმართლე ეს არის და მათი აღზრდილი არის ეს თაობა და ეხლა ყველაზე ის და იმას უყურებს რა ქვია კონცერტებს უყურებს რომ ის ბავშვი როგორ ტირის ის როგორ მიიყავთ ეს რომ ბავშვი კი არა ზედაა მისაყოლებელი მშობლებია ყველასე აი 50-ის მშობლები არის მოსანახი და ზედაა როგორც ის მფარველი მამა ყავდა იმას და კრიშავდა ამ ყველა ის მისაყოლებელია და ჩასაყუდებელია შიგნით და მოსაძებნია აბსოლუტურად ყველა იმ პერიოდის უშიშროების მინისტრი ვინც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო და ვინც იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი რითი იყო ეს ხალხი დაკავებული როდესაც დედაქალაქის ცენტრში დანაშაულებრივი ბანდფორმირებები იყო ჩამოყალიბებული LGBT ფაშისტების და ესე უსწორდებოდნენ ადამიანებს ამაზე ლაპარაკი არავის არ უნდა ამაზე რამის თუ ამას არ ჭირდება ამას ესა რა ქვია ვინმეს გამნებართო ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ ქვეყანაში ხდება ის როგორც იმას გაუკეთეს სხვასაც უკეთებდნენ და კითხვა ჩნდება მოქალაქიდან რისთვის იხდის ის მოქალაქე გადასახადს რისთვის გინახავთ მთავრობას რისთვის გაძლევთ საშუალებას იმისთვის რომ იარსებოთ თქვენ უჯიშო შთამომავლობასთან ერთად ხელის გულზე იყო თუ კი საზოგადოება ვერ დაგიწვიათ ახლა ერთი და ორ ადამიანზე არ არის კიდევ ამ ლაპარაკი როდესაც მთელი ბანდფორმირებები არის ჩამოყალიბებული და ამ ბანდფორმირებებში გაერთიანებული არის როგორც უშიშროების პროკურატურის გაუმძიებლების და ყველა ეს ბიოლოგიური ნაგავი არ ვიცი როგორ არავის ბრალი არა და როგორ არავინ არაფერ დანაშაულში არა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გარეული მე პირადად მიკვირს
მე პირადად მეგვირს. არც არავინ ამას არ ითხოვს. არც არავის ამაზე კითხვა არ უჩნდება. არავის პროტესტი ამასთან დაკავშირებით არ აქვს. არა აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მოუბრუნდეს და უბრალოდ ლოგიკური კითხვა დავს, ამოიღეთ ის ფილმი. ამოიღეთ ის დევს. გამოძიება. და დასვით. დასვით ხელისუფლების წარმომადგენლები, დასვით ეს ძუკნა იმით, რა ქვია, წილოსანით დაწყებული, რომელიც ესეთ რაღაცებზე თურმე გენდერულ და LGBT-ების დამცველი იყო და ქალთა უფლებების და ოჯახური ღირებულებების დამცველი იყო. იმით დაწყებული მიაყოლეთ იქ ვინც იყო ისინი სულ და დაასვით ერთი და უთხარით ეს ასე მასობრივად ჩემ ქვეყანაში რატო ხდებოდა? რატო ხდებოდა? რატო ხდებოდა ამ ბანდფორმირებების ჩამოყალიბება, ამ ბანდფორმირებების ჩვეულებრივი გადაადგილება, სისტემატიური დანაშაული? რატო მოხდა ამ ბანდფორმირებაზე ხელის დაფარება? რატო მოხდა ამ ბანდფორმირების სასამართლოს მიერ, გამოძიების მიერ, პროკურატურის მიერ შეწყალება, მსუბუქის ასჯელის მოთხოვნა? რატო? რო იმოქმედათ თავის დროზე ისე როგორც უნდა იმოქმედათ, ხო ეს ბიჭი ცოცხალი იქნებოდა. და რატომ დაჭირდა ეკა კუპატაძეს სირბილი ამ წლის მანძილზე ერთი წივილკივილი უბედურება და იქამდე ივანიშვილის ცოლთან მისვლა და მოთხოვნა იმისთვის, რომ ეს რაც ხდება სამართალი იქნას მოთხოვნილი. რატო დაჭირდა? რაში დაჭირდა? ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში შეიძლება ასეთ რამე ჭირდებოდეს? როდის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ის, რომ შვილმკვდარმა დედებმა და შვილმკვდარმა მამებმა სამართალი მაინც იპოვო? არა. ამას თუ არ ყავხარ ისეთი ადამიანი, თუ არ ახარ როგორც არის კალბატონი ეკა, შეიძლება ბოლომდე მიყვე შენ სამართალსაც ვერ ნახავ. არც ერთი ისინი დასჯილები არ იქნებოდა. ყველა გარეთ იქნებოდა. ყველა გემრიელად იქნებოდა. გაგრძელდებოდა ისევე ეს უბედურება და მფარველი. ახლა საინტერესოა მფარველები ვინ იყვნენ? ის ერთი და ორი არ იქნებოდა, ის ერთი და ორი ვერ მოახდენდა ამ ჯგუფის დაფარვას. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი არის ზევით და ზევით. და რომ მიხვიდეთ, თქვენ შეიძლება მინისტრებამდე და მინისტრის მოადგილეებამდე მიხვიდეთ. ასია ეს. ასამო შემოძმაო იტალიური მაფია ესეთ რაღაცებს სადკადრულობდა. იტალიური მაფია აგერ კორონავირუსის დროს და გაჭირვების დროს და ემის დროს და ამის დროს იტალიური მაფია არჩენდა ხალხს და საჭმელს და სასმელს და 1300 აკეთებდა. ისინი შეიძლება მაფიოზები კი არიან, მაგრამ სამშობლო კი არ ეზიზღებათ. ამათ სამშობლო ეზიზღებათ. ხოდა ომისმე შემოძმაო ხალხმა რო დაკარგა სიყვარული. კაცო ღმერთი ხო სიყვარულია, კაცო, ქრისტიანობა ხო სიყვარულია. რო გამოდის ეს ხალხი და მე მიმტკიცებს ამას, რომ პატრიარქის დასვენებაში ამდენი ადამიანი იყო, დედა რა ქრისტიანული ქვეყანა ვარ. ფარისევლები იყვნენ უმრავლესობა. ფარისევლები იყვნენ. როგორ შეიძლება ამდენი ქრისტიანი იყოს ქვეყანაში და მართლა ამდენი ქრისტიანი და ამდენი ის იყოს და ასე იმათ იყოს, რა ქვია, ასე გადაგვარებული იყოს ერი. როგორ შეიძლება შემოძმაო? არ ჯდება ეს ლოგიკაში ერთი მეორესთან. არანაირი კავშირში არა. და დღევანდელი ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა არის კერპომანი თუ არა იმას ქრისტიანობასთან არაფერი შეხება არ აქვს. არაფერი შეხება შეიძლება ესენი პატრიარქმადიდებლები არიან, მაგრამ ენ ქრისტიანები კი არ არიან. ამათ რო კითხო, ვითომ საპატრიარქო და ეკლესია და ესა მათი უმთავრესი ღირებულება, ქრისტე კი არა, ამათ თავად. ამდენი წევიდა გასვენებაში, იმდენი მივიდა გასვენებაში. ერთი ბერიელ გაბრიელი ისა რა ქვია, სალოსის გასვენებაში რამდენი იყო მისული? რამდენი იყო მისული? მერე როდესაც დაჭირდათ გაბრიელის სახელის წამოწევა საზოგადოებაში და დაიწყო ყველამ წამოწევა აქეთ იქეთ, რომ გაიგო და გააგებიეს ხალხს სინამდვილეში ვინ იყო ბერი გაბრიელი. მერე ნახეთ ერთი მისი საფლავის გახსნაზე რამდენი იყო მისული? მერე რიგები იდგა და ჯიპებით შევიდნენ. თავრობის მოძულე რატო ვარ? თავრობის მოყვარული რო არ უნდა იყო,
მორწმუნე ადამიანი თუ ხარ და რამე თუ წაგიკითხია პირდაპირ წერია ღმერთო დამიფარე მთავრობის მოყვარულობიდან მიეცით კეისარს კეისრის და ღმერთს ღმერთის რატო უნდა ვიყო მთავრობის მოყვარული გინდა ის მთავრობა იყოს გინდა იქით მთავრობა იყოს მით უმეტეს იმნაირი მთავრობების რანაირ საქართველოში იყო საქართველოს მოღალატეთა კავშირი რატო ვინ უნდა მიყვარდეს შევარდნაძე უნდა მიყვარდეს სააკაშვილი უნდა მიყვარდეს თუ ბიძინა უნდა მიყვარდეს რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დააკარგეს ქვეყანა დაანგრიეს ხალხი დაამშიეს ქვეყნიდან გააქციეს და მეუბნებიან რომ კარგათაო ყველაფერი კარგათაო ეს ყველაფერიო და შეირგეთო ესო ატო უნდა მიყვარდეს არც ამათ არ უყვართ ეს მთავრობები ვენებს რო იჭრიან არ უყვართ დამიჯერეთ ჭირდებათ გაშიმშილებულ ქვეყანაში მთავრობიდან სარგებელია აბა ერთ დღეს დაკარგო მთავრობიდან სარგებელი აგერ ახლა შუქი ჩამქრალა გუშინ და ელემენტარული მინდა გაჩვენოთ ეს მე ამას პირადადაც ვიცნობ და კარგიც გაუკეთებია ეს პირწავარნელი მთავრობის მხარდამჭერი პრობლემა შეერქმნა მის ბიზნეს შუქი რომ წავიდა და აგერ უკვე Facebook-ით დაიწყო ისა ლანძღვა იმისი რა ქვია რა ხდებაო შუქი ჩაუქრა აბა რა გინდა ლალი რა გინდა აბა ომი გინდა აბა ნაცების მოსვლა გინდა იჯექი ცოტა ხანი შრილში და იჯექი ცოტა ხანი და მოითმინე და გაგებით მოეკიდე თუ 2 საათი შუქი წავიდა ასე ელაპარაკებით თქვენ ეგარი ეხლა ამას რო რამე ცუდი გაუკეთო სამთავრობამ პირველი მაგინებელი გამოვა რანაირი მაგინებელიც იყო სააკაშვილის ამიტომ მთავრობა უყვართ იმათ ვისაც რაღაცა სარგებელი აქვს იქედა და საქართველოში ძალიან მიღებული არის რომ ესა მთავრობა ვიღაცა ჩინოვნიკი გახდება და დადებენ Facebook-ზე მისი ოჯახის სურათებს და ღმერთმა დააგლოცოთ და ესე შემდეგ და ესე კი ბატონო გეთანხმებით ამათ მასი ხო და ჩემო ძმაო როდესაც თუ არასდროს არ დასრულდება საქართველოში ეს უსამართლობა მაშინ ეს უსამართლობა დაასრულებს საქართველოს თურქები მაგაზე ცალკე მინდა ვისაუბროთ მაგ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ მომხდარა მაგის სხვათა შორის ეს არ მომხდარა მე უბრალოდ არა ეხლა თემატური და მაგაზე არ გისაუბარი ცალკე ვისაუბრებ მაგ საკითხთან დაკავშირებით თურქები აფხაზეთის ომის დროსაც მხარს უჭერდნენ სეპარატისტებს აფხაზეთის ომის მერეთაც აფხაზებს ბლოკადა თუ რა ვიცი რაც ერქვა იმ სანქციების გვერდისავლაში თურქეთი ედგა თურქები აძლევდნენ აფხაზებს საშუალებას არხის გახსნის რომ სხვაგან გასულიყვნენ და თურქეთის ინტერესები არის აფხაზეთში უდიდესი ეს შემთხვევით არ ხდება თურქები ხედავენ რომ რუსეთი დაკავებული არის უკრაინის თემით ეს წლებია ამ ბრძოლაში ჯერჯერობით ბრძოლა არაა დამთავრებული და სუსტდება არ შეიძლება ახლა ამით ძლიერდებოდეს ქვეყანა ომით და ხედავენ თავისას არა მარტო აფხაზეთში ახალციხეში თურქი მესხებზე რა ამბავი იყო ატეხილი შემთხვევით ეს რაღაცები არ ხდება მით უმეტეს საქართველოში ყავთ მონახელისუფლება რომელი მონახელისუფლებაც მინდის და კოცნის აფლავს მე თურქების ელჩის მოთხოვნით მიჭერენ რომ დიდგორობა აღნიშნო ის დიდგორობის იმაზე მინდის და თურქეთის იმას ცალკე თემა არ მინდა ხა ამ თემაზე ლაპარაკი ცალკე ვილაპარაკი რომელ ხალხზე გაქვს ერთი შენ პრობლემა რომელ ხალხზე გაქვს ერთი პრობლემა მე ვარ მომისმინე ეს წუთი მანუჩარ ღლონტ მომისმინე მე იძულებული გავხდი და ჩემი ოჯახის წევრი იძულებული გახდა სამშობლოდან წამოსული ყოფილიყო პოლიტიკურ დევნაში ხო რატო უნდა ვიყო ჯერ მადლიერი ხელისუფლების და
აი პიროვნებების ვისგანაც ხელისუფლება შედგება. მოდი ჯერ ეს ერთი ეს ამიხსენე, რატო უნდა ვიყო მადლიერი. თუ ხელისუფლებაზე გეწვის გული. მერე და მეორე პიროვნებებს, რომლებსაც ეხება უმისამართოთ და უდანაშაულოთ არავის არ ულანძღავ. ხო. და შენი შვილი რო ყოფილიყო იქ გიგაავალიანის ნაცვლად, ისევე როგორც სხვები შვილები ყო, არ ამგონია შენ ეკაკუპატაძესავით მოქცეულიყავ. არ ამგონია. ის რო სხვისი შვილები არ გამწარდეს, შენის თანახალხი შენ რანაირი ხარ? ერთი ამიხსენეთ დაწერე ორი სიტყვით რანაირი ხარ და შენის თანახალხი შენ თუ მოგაყენე შეურაცხყოფა, მითხარ რაზე ხარ შეურაცხყოფილი და გაქცენ პასუხს. ხო. ასეულობის ისა რა ქვია, ერთი ასეული ბანდიტი, LGBT ფაშისტი რო დარბის. ხო და რაზე ხარ შეურაცხყოფილი, კაც ხო შეიძლება დაწერე და გაქცენ პასუხს, ეცი. ყველა ლანძღვაზე მაქვს მე პასუხი, რაშია საქმე და გაწუხებს. რაზე გაგლანძღე? შენ და შენაირები. ხვალდაზე შეიძლება შენ შულს რომ მოდგემოდენ, მაშინ გაიგებდი ამ ყველაფერს. 100 კაციანი ჯგუფი დარბის თბილისში და ამ ნუბედურებას ახდენს. რა გააკეთეთ ერთი გამეცით კაცო პასუხი. ნახავ ჯიგა, ნახავ შემოვიხედე. ხო და რაზე გწყდება? სხვისი სხვისი გაკეთებული გამაგებიეთ ერთ რა გააკეთეთ. ამ ქოცებმა მოსვლის დღიდან რა გააკეთეთ? ასეთი რომ გაკეთებულის თურმე კრიტიკაზე გაქვს პრობლემა. გამეცი ერთ პასუხი, რა გააკეთეთ ქოცებმა ასეთ, რა გააკეთეთ? ერთი კანონი დამისახელეთ 14 წლის მანძილზე, რომელმა კანონმაც საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები გაზარდა. მე ყველა ხო არ მithქვია, მე უმრავლესობა ვთქვი. ხო და შენ თუ წვენით იყავი, მსული ღმერთმა გაგიმარჯოს, კაცო, რა შვაშია შენ. შენ თუ წვენით იყავი, უმრავლესობა ამით იყო. მე მგონი ქართულად ვლაპარაკობ და გამართულ ქართულად ვლაპარაკობ, ხო? ვინც იყო არ მithქვია, უმრავლესობა იყო, ნაასე მიმაჩნია. იმიტომ ვერ ვხედავ ქრისტიანობას მასობრივად ქართულ ერში. ვერ ვხედავ ამას. ნახდათ ვერ ხედავ. იმიტომ რომ ამდენი ქრისტიანი იყოს ერი და ამდენი უღმერთო ცხოვრება იყოს ქვეყანაში, ეს შეუძლებელია და შეუთავსებელია ერთმანეთთან. მე რა გამიკეთებია შენ რა გინდა ერთი კაცო, მე ჩემ გაკეთებულზე არ ვლაპარაკობ. გამოდი შენ ხარ თავრობა, შენ ხარ თავრობის მხარდამჭერების სახელს და გვარსაც რო ვერძებ. გამოდი ბატონო, თქვი ერთი რა გავაკეთეთ ამნაირი. რაცქოც კი არა, ვინც გინდა ის იყავი შედალოცულო. გაგეცი ახლა პასუხი და თუ მაინც გინდა შეურაცხყოფათ, მიიღე კაცო, მაგრამ რა გიყო ახლა? ესია, ვინც ეკლესიაში დადის, ყველა მორწმუნეა? ვისაც ანაფორა აცვია, ყველა ესა მღვდელია? და ყველა პატიოსანი მღვდელია? ვისაც სამხედრო ფორმა აცვია, რა ყველა გმირი და ვაჟკაცია? რა სამხედრო ფორმას იმდენი ლაჭარი ეპარება ისე უნდა. ვისაც პოლიციის ფორმა აცვია, რა შედალოცული შვილო, ყველა ისაა, რა ქვია? გმირი და თავდადებულია? წამება, ცემატყება, 1000 უბედურება რას ახდენს პოლიცია? საქმე იმაშია, რომ ჭარბობს ეგ ყველაფერი. ბევრია, მრავლათა. სად გაიგონე ხა რომ მე გამოვედი და ვთქვი 100% ყველა ვინც იქ იყვნენ, ყველა ესე და ესეთი იყო ადამიანი თქო. ახლა შარზე ხარ თუ გამაცდენია დროთ ყველა, ამიტომ არ მიყვარს კამათში შეყოლა რა ადამიანთან. იტყვიან რაღაცას და უნდა გაცე პასუხი. პრეტენზიები კი არა მაქვს. მე საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, ნაც ქოცთან, საქართველოს საპატრიარქოსთან მე პრეტენზიები კი არა მაქვს. მე ბრალდებები მაქვს ამ ხალხთან, რომ ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები და ღმერთის მოღალატეები. პრეტენზია სხვა რამეა. პრეტენზია შეიძლება რაღაცა მოგწონდეს, რაღაცა არ მოგწონდეს. მე ბრალდებები მაქვს, რომ ესენი არიან მოღალატეები. კი, მაქვს ნამდვილად.
და არა უსაფუძვლო ეს. ესენი კოჰაბიტირებული ნაზირლები, ვირთხები ისინი ღმერთის მოღალატე ხალხი. და ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. რაიმე დოკუმენტი თუ დადევი, ვის რა დანაშაული აქვს ჩადებული, მე ვარ ცუდი, მე არა ვარ ცუდი, თქვენ ახართ ცუდები. ჩამდენია ცუდი, გამფუჭებელია ცუდი. დამიდევით მეც მე ერთი დოკუმენტი, დამიდევით მეც მე ერთი რაღაცა, სადაც მე ვავნე ჩემი საქციელით, ჩემ ერს და ჩემ ქვეყანას. გავჩუმდები. ყველა პარტიას დედას შევეცი, რომელიც არის, რომელიც იყო და რომელიც იქნება. ხო. და პატა გოგშელიძის დედა შევეცი პირადად. აი ახლა რო შემოვიდა აგერ გამწარებული, გაბოროტებული, ჩამოყალიბებული ზომბი. ამის დებილი დედა შევეცი პირველ ჯგუფის ინვალიდი ხარ ბიჭო. მამა ჩემ, მთელი ცხოვრება პირველ ჯგუფის ინვალიდი იყო, მაგრამ შენაირი დედამოტყუნი ერთი წამი არ ყოფილა ცხოვრებაში. შენ ხარ ცილის მწამებელი, მათხოვარი, ნაძირალა, გაბოროტებული, აი ძალიან მეწოდები, რომ მაგ დღეში ხარ ჩავარდნი. იმდენად ბოროტი ხარ. ყველაფერს აბრალებ, ყველაფერს რაღაცა ცილს წამებ და ისიც იცი რომ რადგანაც ინვალიდი ხარ, არავინ პასუხს არ მოგთხოვს. ნაძირალა ხარ, ვირთხა ხარ შვილო. შენაირი ვირთხები. მაინტერესებს როგორ ერთიანდებიან ყველა ილია მეორეში. მაინტერესებს ერთი. ისე შენი დედას შევეცი, რამდენი მაგი არ არის ყალბი. იმდენი მოგიტყან გამზდელი, რამდენი სიბინძურე ჩემზე გიწერია. და ჩემ ძმაზე და ჩემ მეგობრებზე. რამდენი ცილი დაგიწამებია, რამდენი ჭორი გაგიგდია. ხო. აი პირადად შენი. და ისე ჩემს და შენ შორის ნასეთქეს დედა შევეცი კიდე მე. აფსი ახლა აქედან და წადი. და ყველა შენაირი მორწმუნის დედა შევეცი თუსადმე არსებობს. კაცრო სამარეს უთხრით. 1000 იმას აბრალებთ, რა ქვია? სიბინძურეს ცილის წამებას და დიდ ქრისტიანებად რომ მოგაქვთ თავი და აქეთ ილია მეორის სურათი გიდევთ და იქეთ ჯვარი გიდვიათ იმაში. შენაირი ქართველების დედა შევეცი თუსადმე. ხო. ნაძირალა ვირთხ. აი ამისთვის ახარ. ეგნი უთავმოყარე უსინდისო ადამიანი. შეგეწევა შენს. და არაფლით, ახლა შენაირი ნაძირალას რანაირი ადამიანი შეიძლება უყვარდეს, მისნაირი გახრწნილი, მისნაირი გაუბედრო, მისნაირი ავანტყოფი. მისნაირი, როგორ ჩვენ ხარ? დედაშენს ჩამოვხსენი ბატა, დედაშენს, ამნაირი ნაძირალა შვილის გაზრდისთვის. ასეთი მათხოვარი, ასეთი არაკაცი შვილის გაზრდისთვის. სიდა შენაირი ქართველების დედას შევეცი, მას თუსადმე არის. არა მარტო გაგინებ ახლა აბა ფეხზე რო იდგე დიდი ხანია თავს წაგდებიებდი და ავანტყოფი ხარ და ახლა ავანტყოფთან არაფერი არა, მაგრამ თუ აფსი ახლა აქეთ. მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა. ავალიანის საქმეზე მომხდარი უბედურებები. რაც არის ჯგუფური დანაშაული, რაც არის სინდიკატის მიერ დაფარული, ამ მიმართულებით ლაპარაკი არ ხდება. და ესაა დამღუპელი. იმიტომ რომ ვინც ის ჯგუფი შეკრა, ვინც ის ჯგუფი დაიფარა, ვინც ის ჯგუფი გახადა ქმედითუნარიანი, ის ისევ ხელისუფლებაშია, ისევ სისტემაშია, ისევ რეჟიმშია, ხვალზე ისევე შექმნეს იმას. იმიტომ რომ ეს ჟღვინტიანი ლაწირაკები ამას ვერასდროს ვერ გააკეთებენ. ვერასდროს ეს გამორიცხული. ეს ერთი, მეორე და მესამე დანაშაული მაქსიმუმ შეიძლება შერჩეს ამათ. გამორიცხული, ეს ჩვეულებრივად გაიხსნება ასეთი პოლიციის ხელში კი არა. აი ახლა და ასეთი უშიშროების ხელში კი არა. სადღაც აი რომელი გითხრა, ნიკარაგუის უშიშროება, ნუ ახლა მაგაცი არა, აი განის უშიშროება გახსნეს ამ ყველაფერს. განებეთ თავი მოაგინებთ ამის დედავატი. აი ესეთი ბინძური არსებებითა სავს. აი ესეთი ბინძური ადამიანები ყავთ,
ცხოვრებიდან გაბოროტებული უხდიან ორკაპიკს და ალაპარაკებენ ქრისტიანობას და ეს ადამიანების სახა გამოუშვეს ალბათ აქ შემოვიდეს ახლა და დაიწყოს რომ ხალხო ამას ნუ უსმენთ, ნუ უჯერებთ. ეს პატრიარქს ეცუდ რაღაცას ამბობდა, პატრიარქს აგინებდა, ეს ასე ამის არ დაიჯერება. მე გამოვიდა მე დაუჯერეთ იმას, რა ქვია, რა ვიცი, ჩაჩუას მკვდარია ეს. ისი სურათიც უდევს და ან ალტინფოსთან მიდიოდა ეკედლებოდა, ან ხანვინმას ეკედლებოდა, ხანვინმას და პატრიარქის სურათია და ამათ დაუჯერეთ და მიენდეთ. მაგრამ დაჯერებულმა ქვეყანამ და ხალხმა მიიღო მისაღები და კიდე ბევრს მიიღებს. ეგ არის. მოკლედ აფერუმ ქალბატონ ეკას და ქართველ ერს მიეცი სიბრძნე რომ მოვიდეს აზრზე. და ის თუ ქალბატონი ეკას ბრძოლის შედეგად იძულებული გახდა ხელისუფლება რაღაცა ნაწილი დაეჭირათ, ის არ ნიშნავს რომ ეს ხელისუფლება კარგია. სამარცხვინო ნაძირალა ვირთხების ხელისუფლება. ნახავ ჯიგარო, ნახავ აუცილებლად. კარგი, გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მომდევნო თემას განვიხილავთ აფხაზეთთან დაკავშირებით. და თურქეთის თემას აფხაზეთში.